გამარჯობა. კიდე ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ და ამ ვიდეოს დავარქვი სრული განაკვეთით დასაქმების უარყოფითი და დადებითი მხარეები. საიდან მოვიტანე ახლა ეს ამბავი, მოკლედ ჩემ ხვდა ესეთი გამოთქმა მრავალი წლის წინ, რომ ერთადერთი გზაო, იუმორი არის, მაგრამ ცოტა ესეთი მწარე იუმორი, ერთადერთი გზა რომ არც ფული გყოფნიდესო, არც დრო გყოფნიდეს და არც ნერვებიო, არის სამსახურის სრული განაკვეთითო რა. ანუ სხვა ყველა შემთხვევაში იუმორი იმაშია, მეც დავფიქრდი, სხვა ყველა შემთხვევაში, ესე იგი, თუ სამსახური არ გაქვს, დრო გაქვს, ნერვები და ფული ალბათ არ გექნება, მაგრამ დრო მაინც გექნება, ხო? რაღაცა შენ საქმეს თუ აკეთებ, ალბათ ფული მაინც გექნება, ესე იგი, შეიძლება ნერვები და დრო არ გქონდეს და ასე შემდეგ, მოკლედ მაგაზე არის აგებული ეს ხუმრობა. და მოკლედ გადავწყვიტე, რომ ამ ვიდეოში ამაზე გესაუბროთ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები აქვს full time სამსახურს, ანუ სრული განაკვეთით მუშაობას და მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეები აქვს და იმის მიხედვით, რომ შენთვის რა არის პრიორიტეტული, უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება, საით წახვიდე, ხო? და ბევრი ადამიანისთვის შედარებით დიდ და სტაბილურ ორგანიზაციაში მუშაობას ექნება სერიოზული ხიბლი, ასე ვთქვათ, და ბევრი ადამიანისთვის შეიძლება უფრო რაღაცა თავისუფალ სამუშაო გარემოს კონდეს უპირატესობა. ჩემ ცხოვრებაშიც, ესე იგი, მას მერე რაც ამაზე დავიწყე ფიქრი, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ყველანაირ რეალობაში ვიყავი, ასე ვთქვათ, რა საკუთარი კომპანიის რეალობაში, მაღალ პოზიციებზე, შედარებით სტაბილურ ორგანიზაციებში, შედარებით არასტაბილურ რაღაცა რეალობებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში და მოკლედ ძალიან ბევრნაირ გარემოში მომიწია მუშაობა. მეც და იმ ხალხსაც, ვისთანაც მე მიწერს შეხება თანაკვეთა პროფესიული. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ და გამოცდილება აი ამ სრული განაკვეთით დასაქმების მნიშვნელოვან დადებით და უარყოფით მხარეებზე. სანამ გადავალ უშუალოდ ამ დადებით და უარყოფით მხარეებზე, მინდა ამ ვიდეოს სპონსორებს მადლობა გადაუხადო. ამ და ყველა ჩვენი ვიდეოს სპონსორი ხართ თქვენ, ჩვენი ტრენინგების დამკვეთები და მონაწილეები და იმ რესურსიდან, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან, მივიღებთ თუ გახდებით ჩვენი დამკვეთი, ჩვენ არა მარტო ხარისხიან და კარგ ტრენინგს ჩაგიტარებთ თქვენ და თქვენ გუნდს, არამედ მაგ რესურსითვე ვაფინანსებთ აი ამ უფასო და ხარისხიანი ვიდეო და სხვა მასალის წარმოებას და რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა გეკუთვნით და ინფორმაცია ჩვენი ტრენინგების შესახებ არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. დაუბრუნდეთ ახლა სრული განაკვეთით მუშაობას და დავიწყოთ დადებითი მხარეებით. რა და რადიო 105 იყო ერთ-ერთი იუმორისტული რადიო, ესე იგი, ჩემ ახალგაზრდობაში და ესე იგი, სტაბილურობა იყოსო და კეთილდღეობის დედაცვათირეო, ესეთი ხუმრობა იყო და მოკლედ სტაბილურობა არის პირველი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პლუსი მუდმივ სრული განაკვეთის სამსახურში მუშაობის და გარანტირებული ხელფასი ხშირად ოჯახის წევრები გეტყვიან თუ გაქვთ სტაბილური სამსახური, რომ გაუფრთხილდი შენ სტაბილურ სამსახურს, ყოველთვეში ხელფასი გერიცხება და დაცული ხარ რაღაცა უეცარი ცვლილებებისგან და გასაჭირებისგან, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია უდაოდ და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ხო, ერთი პრობლემა ის არის, რომ რამდენიც არ უნდა გქონდეთ ხელფასი და მე მქონია ხელფასი, ესე იგი, დაწყებული $5, ესე იგი, ჩემ პირველ სამსახურის და დამთავრებული ძალიან კონკურენტული ხელფასით დაუშვათ საბანკო დაწესებულებებში და ყოველთვის გამოინახება ამ ხელფასის სრულად დახარჯვის გზა. ანუ ზედმეტ ჭარბი ხელფასი მე არ მინახავს, რომ მოგემატება ხელფასი, შეიძლება 1-2 თვე მოკლედ იალაღებზე იყო და გაილაღო და მერე უკვე ოჯახის ბიუჯეტი წამოეწევა ამ ხელფასს და ესე იგი მერე ისიც აღარ ყოფნის, ხო, იმ ყველაფრის მისაღწევად, რაც გვინდა. მაგრამ გარანტირებულობა და სტაბილურობა ნამდვილად არის ამ მუდმივი სამსახურის მნიშვნელოვანი პლუსი. მეორე მნიშვნელოვანი პლუსი, ჩვენ სოციალური არსებები ვართ ადამიანები და დიდ სოციუმში
მონაწილეობა ნამდვილად პლუსია. ბევრი კოლეგა, ბევრი ნაცნობი, დიდი ოფისი, კარგი შენობა, კარგი ინფრასტრუქტურა, მოკლედ რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსია. გარდა ამისა, დიდ ორგანიზაციას კარგი დამატებითი სარგებლები აქვს, ბენეფიტებს, რასაც ეძახიან, ჯანმრთელობის დაზღვევა, კარგი რაღაცა შიდა დაწინაურების საშუალებები, ტრეინინგ ცენტრი შეიძლება იყოს და ბევრი საკმაოდ მიმზიდველი შესაძლებლობა, რა ვიცი, კორპორატიული სატელეფონო პაკეტები და რა ვიცი, ტრანსპორტი და რაღაცები შეიძლება გავიხსენოთ მაგ მიმართულებით, ხო? ასევე დადებით მხარეს უნდა მივაკუთვნოთ, რომ რაღაცნაირად დაცულია დიდი ორგანიზაციის თანამშრომელი, იმიტომ რომ დიდი მანქანის პატარა დეტალი ხარ და შენმა შეცდომამ დიდი ორგანიზაცია, როგორც წესი, კონტროლის სისტემები აქვს საკმაოდ დიდარი და შენმა შეცდომამ, რიგითი თანამშრომლის შეცდომა, როგორც წესი, სადღაც გამოჩნდება და დაიჭერს, ასე ვთქვათ, კონტროლის სისტემა და ანუ ძალიან სერიოზული რისკები, რომ ქვეყნიერება დააქციო და საქმე გააფუჭო კაპიტალურად, საკმაოდ შეზღუდულია, როდესაც ათასობით ადამიანთან ერთად ეწევი ჭაპანს, ხო? ეს ამ სამს გამოვყოფდი, როგორც ძირითად პლუსებს, თქვენ სხვა პლუსებიც მოგაფიქსდებათ და კომენტარებში მომწერეთ, მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხზე. ეხლა ვილაპარაკოთ უარყოფით მხარეებზე, ხო? ბიზნესის მთელი არსი, აბსოლუტურად ნებისმიერი ბიზნესის არის, რომ რაღაცა იყიდოს შედარებით იაფად და გაყიდოს უფრო ძვირად. და სწორედ ეს სხვაობა არის კომპანიის მოგება. რაღაცას ერთ ლარად თუ ვიყიდი და ორ ლარად გავყიდი, ხო? ოღონდ ეს ეხება შრომასაც. ანუ შესაბამისად, ნებისმიერ დიდი ორგანიზაციის ამოცანა არის, რომ თქვენგან შრომა იყიდოს, თქვენი შრომის პროდუქტი იყიდოს ერთ ლარად, საათია თუ დოკუმენტია თუ რაც არ უნდა იყოს და გაყიდოს ორ ლარად, ხო? ანუ თქვენ რომ დამოუკიდებელ ბიზნესში იყოთ, დიდი შანსია, რომ მეტი შემოსავალი მიიღოთ იმავე შრომაში. სტაბილურობაზე, იმდენივე ისეთივე სტაბილურობას ვერ დაგპირდებით, მაგრამ შემოსავალი შეიძლება მეტი გქონდეთ, ხო? მეორე მინუსი დიდ ორგანიზაციაში მუშაობის არის ბევრი უფროსი და მაკონტროლებელი, ზღუდავს თავისუფლებას და ადამიანის კრეატიულ საწყის ცოტათი ახშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ყოფილვართ ამ რეალობაში, რომ რაღაცა უკეთესი გზა დაინახე, მაგრამ ამ წესის გამო და იმ პროცედურის და იმ უფროსის მოსაზრების და რაღაც გამო არ გამოვიდა და ეს ცოტათი გვიკლავს мотивაციას და ცოტა უინტერესო და ერთფეროვანი ხდება, რუტინული ხდება ჩვენი ცხოვრება, ხო? და მესამე მინუსი დიდ ორგანიზაციაში და დიდ სტაბილურ ორგანიზაციაში მუშაობის არის, რომ თქვენი პირადად ერთი ადამიანის ცოდნა და კვალიფიკაცია არ არის სრულფასოვანი. რახან ეს არის კონვეიერი, თქვენ იცით თქვენი დეპარტამენტის რაღაცა კონკრეტული მიმართულების დეტალები, ხო? ერთ-ერთ აკადემიურ დაწესებულებაში მითხრეს, რომ პროფესორებზე ლაპარაკობდნენ და დოქტორანტებზე, რომ they know more and more about less and less. ანუ მათ იციან სულ უფრო მეტი, სულ უფრო ნაკლების შესახებ, სულ უფრო ვიწრო სფეროს შესახებ, სულ უფრო მეტი იციან და შეიძლება იგივე გავავრცელოთ დიდ ორგანიზაციაზე. ეხლა რაში შეიძლება პრაქტიკულად გამოვიყენოთ, ესე იგი და რა გავაკეთოთ პრაქტიკულად? პირველ რიგში, ესე იგი მოიწონეთ ეს ვიდეო, თემა თუ მოგწონთ და ჩვენი არხი გამოიწერეთ, რადგან ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ ვიდეოებს და ჩვენც და YouTube-იც ამითი ვხვდებით მომავალში როგორი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ეხლა თქვენ პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება. შეეცადე რომ დაფიქრდე, საით გაგიწევია. და დღეს რა არის შენთვის კარგი კი არა, 10 ან 20 წელიწადში რა იქნება შენთვის კარგი, ხო? და რამდენად თავსებადია შენი ახლანდელი პროფესიული სამყარო შენს ამომავლო სურვილებთან და მისწრაფებებთან, ხო? რამდენად გაქვს დრო რომ აითვისო ის ახალი პროფესიები და საქმეები, რაც გაინტერესებს, ხო? რამდენად გაქვს დრო და საშუალება რომ ოჯახს დაუთმო საკმარისი დრო, იმიტომ რომ ეხა მერე ვიცით რომ 10 და 20 წელიწადში წამოიზრდებიან ბავშვები და შეიძლება იმდენი აღარ სჭირდებოდეთ და აღარ სურვილი ქონდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენთან მშობლებთან ურთიერთობის, ბევრი მეც მათ შორის წააწყდა, ასე ვთქვათ, ამ დილემას, ხო? მოკლედ დღეს უნდა დავფიქსდეთ ცოტა გრძელვადიანი თვალსაზრისით. გასაგებია, რომ დღეს ბევრი პრობლემა გვაქვს, გასაგებია, რომ მოკლევადიანად უყურებთ, მაგრამ უნდა გადავლახოთ და მოვახერხოთ ეს ამბავი, ხო?
თუ სრულად დასაქმებული ხარ და სხვა მიმართულებით გაგიწევია, აუცილებლად უნდა იფიქრო, რა უნარები და შესაძლებლობები დაგჭირდება იმ ახალ ცხოვრებაში და არსებული დღევანდელი სრული სამსახურის პარალელურად აუცილებლად პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად უნდა გამონახო დრო და რესურსი, რომ განვითარდე იმ შენი სამომავლო მიმართულებით. ამიტომ, მოკლედ იმისთვის, რომ არ ჩაიჭედო დღევანდელ რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი როგორც პირადსა და სამსახურებრივ შორის იყოს, ასევე იყოს მოკლევადიან საქმესა და გრძელვადიან საქმეს შორის ბალანსი და ამაზე ჩვენ სხვა ვიდეოებშიც ვსაუბრობთ და მომავალშიც ვისაუბრებთ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა ამ ვიდეოში მეთქვა. წარმატებას გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.